ბონი ბონი რას ჭამ ბონი ეს რა არის ბონი 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 რას ჭამდი ბონი ეს რა არის ბონი რას ჭამდი ვაიმე დედა რას ეს რა არის ბონი არ შეიძლება პატარა ეს რა არის ვაიმე რას ჭამდი პატარა ფისო რას ჭამდი ფისო ეს რა იყო თვალები გაგიწმინდა აი წაიღო ანდრია დაფუ აღარ არის თვალები უნდა გაგიწმინდოს დედამ თვალები გაგიწმინდოს დედამ თვალები პატარა გოგო ის რას ჭამდა ღმერთო ვაი აღარ არის ბონი ბონი რას აკეთებ ბონი რატოაც საყვარელი ღმერთო რატო არ ეჭმება ყველაფერი რაც უნდა ნახე როგორ უნდა წაგართვით ბონი მაპატია სამანგერო დიდხანს იცოცხლებ აღარ არის მეთქი ესეთი სახით რატომ იყურებს არ დამინახოსო თურმე იმიტომ იყურებდა ესე არა ისე შემომხედა და ზუსტად მაგიტომ მოვედი სინამდვილეში დამნაშავე სახემ გასცა თორე საერთოდ ვერ დავინახე რომ რამეს ჭამდა და ისე მიყურებდა და პირი გააჩერა და არც ჭამდა წარმოიდგინეთ მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებდა რომ მივხვდი რომ რაღაცაში იყო საქმე მე რატო არის იგი საყვარელი ღმერთო მე არ შემიძლია я кайфую от тебя Карет кида. Წადი. აღარ ნაგავში არ მიხვიდი, ახლა ეგრევე იქმიო. ან ბონიკო. მაგიტო გაგიშვიქ. მინაგვე სუფთა მენაგვე სუფთა. ცივად გარეთ, ცივა. ახედავ გაკანკარებ შემოდი. ბონი Borani. Bonitko. Ეხლა და გაბრაზდება. Boni. Borano. Akari walk softly. Moisha. Voilà. მარახში შემოვიდა დავთვალა. არ შემოსვა ბონი. შემოდი ახლა ვესახში. ჩქარა. შემე მომატყუე, ვაიმე. შემე მომატყუე. მე მეგონა შენ გასეირნება გინდოდა. შენ გინდოდა რაგავში ქეფა ქონდა მიზნა. ეს ხო შაქარია. Yes. Come na gaushi che qualcosa non è
წარება. იხვია თუ ხათამია თუ რა, როგორ უყავს ეს სათამაშო. აი, ასე ხო. Ja, wieder mit dran. Aber noch Goldsambaby. Das mir getan, wie schnell langsam durchschaut. Boni, bonani, boni, borani, bori, bori, borani. Ras ar vedzakhi. Ar moglaktsiot me da boranis urdoi. Prosta ras ar vedzakhi. Filtrals verso. Sağ elvermaktan teol. Fiqebs poni. Fiqebs. Gesmis. Am ჭიშმა ყეფად თურმე არ იცის ხარო ხო? ნუ ჯერჯერა ყოველ შემთხვევაში. Ai, mezobos qავს ამაზე პატარა მალტეზე. ვინმე ადის, ჩადის, მოდის, მიდის, უყეფენ. ეს არასდროს არ ყოფს. ანდროს კონიშანი წყალი ადუხდა. ახლა ცოტა ხავასო. ავადავდიოთ. ისე გორავს საწოლში. ისე გორავს ამას ვაკრა. ქეგონება მე ჩავაფსი აქ. დაეკარგა. მე რა ამაზე ფერი ახალ გიჟდები. ჯერ ხო ისე გიჟდებოდი საწოლის გასწორებაზე და ახლა სადგას კუტერი. და ამ ბავშვის დამძაღების გადამკიდე ხო საერთოდ. ესე იგი საწოლის გასწორება არის სასწაულის სფერო. სასწაულის. Sache commento. Commento momento. Razamente lo che sa uprot დღეს. ეს არ ვიცი, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი თემა არის ან იყო, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თემა. ალბათ ისეთი ძალიან უბედური ვიყავი ხოლმე ბავშვობაში, რომ ძალიან მინდოდა რომ ბედნიერი ყოფილიყავი და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას და ბევრი მithქვამს და კიდე გავიმეორებ რომ ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი და მთავარი არაფერი აბსოლუტურად გარდა ბედნიერებისა და სიყვარულის ანუ რო გავიზრდებოდი მინდოდა რომ ყოფილიყავი ბედნიერი არა წარმატებული, არა ცნობილი, არა მდიდარი, არამედ ბედნიერი. და მინდოდა რომ უყარებოდი. მაშინ ვერ ხვდებოდი და ახლა ხვდები. ეს ჩემი დანაკარგიდან მოდიოდა.
და აი როგორც დედას, როგორც მამას, როგორც ყველას მთელი ოჯახს, რომელიც უნდა მქონოდა და არ მქონდა, აი ესეთი სიყვარული მინდოდა. აი ეს ორი რაღაცა იყო, რაც ძალიან მინდოდა მე და დღეს მინდა რომ ვისაუბროთ ბედნიერებაზე. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება ხოლმე რომ მინდა რომ ბედნიერი იყო. და გუშინათ ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ, რომელსაც მიუღოთ ახალი წელი, მითხრა რომ მინდა რომ ბედნიერი იყო. და Happy New Year. მითხრა რომ მინდა რომ ბედნიერი იყო და აი დავფიქრდი იმაზე თუ რა არის იყო ბედნიერი. როგორც გითხარით, ეს დღეები მაქვს ძალიან, ეს ბოლო პერიოდი მაქვს ძალიან. აუ ბავშვებო, ევას მიაქციეთ ყურადღებას ამ ვიდეოს ვიღებ. ეს ბოლო პერიოდი მაქვს ძალიან დეპრესიული. ძალიან ისეთი ჩემთვის მძიმე. ანუ იქიდან გამომდინარე რომ ესეთი მისწრაფება მქონდა ბედნიერებისკენ და ესეთი მისწრაფება მქონდა იმისკენ რომ კარგად ყოფილიყავი, რატომღაც მეგონა, ანუ აი ეს არის ხოლმე არასწორი, რომ აი წიგნები, სერიალები, ყველაფერი ანუ თავდება რაღაცის მერე, როცა ეს ბედნიერება დგება, თავდება და რატომღაც ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ეს არის ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, ეს ერთხელ დადგება და მარადჟამს გრძელდება. ფობანი გიგმინა? ხო. და ძვას ჭამს იმას ქენი, არ მიხუტანო სახე. მინდა რომ მივაჩვიო ძვას რო ჭამს, ნუ სათამაშო ძვას. მაშინაც ბავშვს არ უყვირს. ბონი, ხო იცი, ემასთვის კმენა არ შეიძლება. ხო იცი? დედა გაბრაზება და ბაი მოგივა. ოკეი? გესმის ბონი. და ანუ აი ისეთი ის მქონდა დალაგებაზეც მე ხოლმე ესე გავიზარდე რომ არ ვალაგებდი ხოლმე და ევა წერი ანდრიას ეთამაში ცოტა ხანი დედა ვიდეოს იღებს დალაგებაზეც მქონდა ასეთი რომ აი მეგონა რომ ერთხელ რომ დაალაგებ აჩა სულ დალაგებული გექნება. და როცა ეგ ვნახე რეალობაში რომ ასე არ იყო, ეგეც არ მომეწონა და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იმისი აღქმა. არა, ესე შეუძლებელია. ევა, ხელს მიშლი, დედიკო, ძალიან გთხოვ. მე ხო სულ შენთან ვარ, ჩვენ ერთად ვთამაშობთ, წიგნებს ვკითხულობთ, ვსეირნობთ, გეხვეწები, მე ახლა ვმუშაობ და წადი და ანდრიას ეთამაშე ცოტა ხანი, მომეცი დრო, კარგი? ოკეი. მადლობა. Thank you. წადი ანდრიას. ცოტა ხანი. ანუ ესეთი მომენტი რომ რატომაც მივესწრაფოდი რომ როცა ყველაფერი მექნება, ანუ მექნება ოჯახი, სიყვარული, შვილები, რა ვიცი, ყველაფერი რაც არ მქონდა და რაც მაკლდა, ეს ყველაფერი მექნება და ანუ ვიქნები ბედნიერი და ვიქნები ისეთი ბედნიერი, რომ ამას არაფერი არ შეარყეს, შეაკრთობს, თუნდაც არ მიაყენეს რაღაცა ჩრდილს. მაგრამ აი ეს თვითონ ეს ფიქრი იყო ისეთი არასწორი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მე არ მაძლევდა ესე იგი საშუალებას, რომ თავი მეგრძნო ბედნიერად, მხოლოდ ეს მოლოდინი და ეს ფიქრი. ეხლა რატო? რეალურად თუ ზღაპრებს, წიგნებს და ფილმებს თავს გავანებებთ, რომანტიულ წიგნებზე და ფილმებზე ვამბობ, თორე კლასიკაში ყველაფერი ისეა, როგორც ცხოვრებაში.
და რეალობას შევხედავთ, აქ არის სხვანაირად. რეალურად მე მქონია, რომ აი ველოდები რაღაცა განსაკუთრებულ დღეს, როცა უნდა ვიყო ბედნიერი, ვემზადები, პროცესში ვხარჯავ უდიდეს ნერვებს, უდიდეს დროს, უდიდეს ენერგიას. და რო დგება, იმდენად მაინც გაფანტული გაქვს ყურადღება და ასევე იმდენად ელოდები, რომ ამ დღენ ბედნიერება მოგიტანოს, რომ ყოველთვის იმედი გიცრუდება. იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის ისე არ არის, როგორც შენ გინდოდა. და ამავდროულად მქონდა მას შემდეგ, რაც დავიწყე ჩემი თავის მენა, დავიწყე ჩემს გზაზე სიარული. მქონდა ხოლმე მომენტები, რომ აი არაფერს არ ველოდები, არაფერს არ გეგმავ, მათ შორის არც ბედნიერებას, არც სიხარულს, უბრალოდ ავდექი და გარეთ გავედი, რომ რაღაცა ვიყიდო, ანუ პირველად არ დამავიწყდება ეს განცდა პირველად, სულ პირველად დიდობაში ვამბობ, მქონდა, როცა ბავშვობის სკოლიდან გამომყავდა, უნდა გამომეყვანა და თორნიკე და ანდრიას ისე ქონდათ სკოლა, ერთს პირველის მენა ქონდა, მეორეს მეორე და თან დაწყებითებში იყვნენ, ანუ სულ სკოლაში დავრბოდი, სულ შეყვანა და გამოყვანაში ვიყავი. ანუ არ იყო სასიამოვნო პროცესი, თან ხო სულ გეშინია, არ დაგაგვიანდეს და ეს მასწავლებელი რომ გამოიყვანს ამ პატარა ბაჭყატებს და ყველა დედას ეძებს თვალი და არ გინდა რომ შენი ბავშვი ესე საწყლად იდგეს და ყველას დედა იქ იყოს და შენ იქ არ იყო და მე კიდე უფრო მეტად არ მინდოდა, იმიტომ რომ მე ხო ვიცი დედა რომ იქ არ არის ეს რა ტკივნეულია და ანუ ყოველთვის თავპირისპირ გავარბოდი ან გამორბოდი რა და ერთხელ იყო დღე, როცა მივდიოდი და უბრალოდ არ მეჩქარებოდა თეატრე გავედი და ანუ უბრალოდ სასავხედე, ცა იყო ლურჯი, იქვე იყო ნაძვი, ვიყავი მე და ანუ იყო სიცივე, ლურჯიცა, ზემოთ ნაძვი და მე. და ვიყავი ისეთი სრულყოფილად ბედნიერი იმ წუთში, როგორც არ ყოფილა არც ერთ წინასწარ დაგეგმილ მომენტში, აი ახალი წელი მოდის, აი დაბადების დღე მოდის, ეს დღე მოდის, ის დღე მოდის და რაღაცა. ანუ ასეთი სრულყოფილი ბედნიერების განცდა არ მქონია არასდროს იმ დროს. და მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერება არის უბრალოდ ჩემში და ბედნიერება არ არის ისეთი რაღაცა, რაც დადგება და იქნება მუდამ. ოღონდ მე მაშინვე ვერ მივხვდი ამას. ანუ იმას მივხვდი, რომ ბედნიერება ჩემშია და ეს შეიძლება იყოს გაელვება. მაგრამ იმას მაინც დრო დამჭირდა იმის გასაგებად, ანუ არა გონებით, არამედ აი რომ გაიგე, შენი რომ გახდა ცოდნა რაღაცა. დრო დამჭირდა, რომ აი ეს გამეგო, სულ აი ნახეთ, აი ოჯახში მაგალითად, ყველა კარგად ვარ, ყველა ჯანმრთელად არის, ხო? რაღაცა მოხდება სკოლაში, რაღაცა მოხდება სამსახურში, რაღაცა სადღაც მოხდება ოჯახში თუნდაცაც. თითქოს და იმ უღრუბლო სიტუაციას გაგიშავებს და თავს უბედურად და ცუდად გაგრძნობინეს და ფიქრობ, რომ აი ვერ მივახციე და გონია, რომ აი მაგალითად, რომ ამას რო ისწავლი, წონაში რო დაიკლებ, ამას რო გააკეთებ, იმას რო აი ოდესღაც, მაგრამ ეს როგორი რაღაცა. ება! გითხარი, ცოტა ხანი წადი იქით. ანუ ეს როგორი რაღაცა არის, იცით? აი ჰორიზონტს რომ მიყვები და ეს ჰორიზონტს რომ უახლოვდები, ის რომ მიდის კიდე, ანუ რო შორდება და ისევ რომ ჰორიზონტია და ისევ რომ შორს არის. რაღაცა ეგეთია. და ანუ მეწყები და მე იმედი მიცრუდებოდა იმაში, რაც მაქვს და ვფიქრობდი, რომ რაც მაქვს, ესე იგი ეს არასწორია, იმიტომ რომ ეს ბედნიერება არ დამიდგა, ხდებით? და სინამდვილეში მე არ ვიცოდი ის და არც არავინ არ მყავდა, ვინც ეს იცოდა, ასრს დასრული მაგალითად, ვინც ამას მეტყო და პრინციპში არც არავინ არ იცოდა, რომ მე ამას მივხსნებდი და მე ეს მინდოდა, არც არავის მithkom. ანუ აი ეს ცოდნა, რომ რეალურად ბედნიერება არ დგება, ბედნიერება არის გაელვება და ბედნიერება არის ჩვენში. ბედნიერება არის იმაში, რომ ჩვენ ვართ. ბედნიერება არის იმაში, რომ ჩვენ საყვარელია და ანუ
ბედნიერება არის ბაზისაბაზისო მოცემულობა, რომ შენ საყვარელი ადამიანები არიან, რომ ამ შენ საყვარელი ადამიანებს არ შეათ, არ ცივათ, არ წყურიათ და ანუ უბრალოდ მომენტი, უბრალოდ გაელვება, უბრალოდ რომ ანუ ბედნიერება არ მოაქვს ძვირფას ნივთებს. კი, სიხარული მოაქვს, მაგრამ ბედნიერება სხვა რამეშია. ბედნიერებას არ ჭირდება არაფერი, ანუ ბედნიერება უბრალოდ არის და არის შენში და არის გაელვებაში. ამას ვერ შეინარჩუნებ, ვერ შეაკავებ, ვერ გააჩერებ. უბრალოდ მოდის და მიდის. და ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო ის, რომ აი ბედნიერი იყავი, მე თვითონ რომ მინდოდა რომ ბედნიერი ვიყო, ველოდი რომ აი ამ გაელვებაში მე ცხოვრა, რაც რეალურად შეუძლებელი. და ეს გაელვება გამეხადა მუდმივად, რაც რეალურად შეუძლებელია. ხო. და მეორე კიდე წაღან მახსოვდა და ეხლა დამავიწყდა მეორე მომენტი. აი უცებ რა მოგივარდება თავიდან. ყავა კი არ დამილევია. ბედნიერება არის შენი საყვარელი საქმის კეთება. ბედნიერება არ არის უნაკლო. ყველაფერი ამ ქვეყნად ნაკლოვანია და თუ ნაკლი აქვს, ის იმას არ ნიშნავს, რომ ბედნიერება აღარ არის. ხო, და კიდე, აი გამახსენდა. ყველაზე მთავარი. ადამიანი არ არის შექმნილი ბედნიერებისთვის. ანუ რეალურად ჩემი ამ ქვეყანაზე მოსვლის დანიშნულება და მიზანი არ არის ის, რომ მე ბედნიერი ვიყო. რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს ეს ჩემთვის. ანუ არ არის ეს ჩემი დანიშნულება, რომ მე ბედნიერი ვიყო. ჩემი დანიშნულებაა, რომ მე ვისწავლო გაკვეთილები ცხოვრებისგან. განვითარდე, ვემსახურო ხალხს, ვემსახურო ღმერთს. რაც შემიძლია, ჩემი მივცე, რაც ჩემია ის მივიღო, ანუ ეს გაცვლა მოხდეს. რეალურად აი ეს იყოს, ხო? ანუ მე მოვედი გარკვეული გაკვეთილების სასწავლად და ასევე ვემსახურო სამყაროს ამისთვის. აი ამისთვის. აქ არის ბედნიერებაც, აქ არის უბედურებაც, აქ არის სიხარულიც, აქ არის ტანჯვაც, დაღლაც, დასვენებაც, აქ არის ყველაფერი. ადგილი არის ყველაფრისთვის და როგორც კი შენ იწყებ მის სწრაფებას რაღაცა ერთისკენ, მაშინვე შენ ხდები ერთი რაღაც, რომელსაც ქვია უბედური. მაშინვე შენ ხარ უბედური. და რაც არ უნდა გქონდეს, ეს შენ სიხარულს არ განიჭებს. სხვა რაღაცები რაც არ უნდა გქონდეს. და აბა ეხლა რა დღეში ხარ? რა დაუყევავ ბავშვს? რა ხდება, რა შეძახმე? მოდი ჩემთან, მოდი. მოდი. რა ამბავში ხარ? თქვენ რა ამბავში ხარ თქვენ ორივე, ხო? რა დღეში ხართ, ხო? ხატორი შედეთ. ხატორი. ხატორი შედეთ. რა საწოლი დედა? ბალიში. ბალიში. დედა ქირია. ბალიშები რო აქვს საწოლი. წადი მუშორდით ორივე. მუშორდით ორივე, წადი. წადით ორივე მუშორდით ეკერა. რა ჯერ ერთი ბავშვი დამდებდა, ეხა ორი დამდევს. სადაც მე ვარ. ყველგან იქ გაჩნდებიან ესენი 2 წუთში. ორივე. ესეც რამხელა ბედნიერება, მაგრამ ხარ როგორ გიშლის ხელს და ნერვს ერთად. ხო. ხო და აი ეხა მაგალითად მაგ პერიოდი როცა ვარ ძალიან დეპრესიული, ადრე სულ გავურბოდი. იქიდან გამომდინარე რომ იმაჩნდა რომ ჩემი მიზანი და ჩემი გზა და ჩემი რა ვიცი ყველაზე მთავარი ის იყო რომ ყოფილიყავი ბედნიერი, ყველანაირი გზით ვცდილობდი რომ ეს ამერიგებინა, ეს სულად ყოფნა, ეს ტანჯვა რა ხდება, ნელა, ნაზად. ამერიდებინა და ყოფილიყავი ბედნიერი და კარგად. და რეალურად ჩემს აი ამ სულად ყოფნა სულ ვთრგუნავდი, ვახშობდი და ეხლა მაგალითად მაგ დღეები
როცა ისეთ ცუდად ვარ, რომ საწოლიდან ვერ დგები, მაგ დღეები, რომ აი ძალიან საშინლად გრძნობ თავს, ძალიან ცუდად ვარ და ამას აღარ გაურბივარ, ძალიან ცუდად ვარ და ვარ აი ამ ძალიან ცუდად ყოფნაში და მე დგება ერთი მომენტი შვების, როცა ეს ტანჯვა გადადის შვებად. ანუ ტანჯვა გადაიქცევა შვებად. და ამ ტანჯვა გავლილი მერე ასე ამოისუნთქებ და რადგანაც ამას არ გაეკეცი, რადგანაც ეს შენში გაატარე და შენში ამოყოფე, ადგები და ისევ გიხარია ცხოვრება. ოღონდ თავს კი არ აჩვენებ, თავს კი არ მიათრევ, თავს კი არ აიძულებ, თავს აჩვენებ, არ ვიგულისხმე სხვებს, არამედ საკუთარ თავს ვიგულისხმე. არამედ აი მართლა ადექი და შენ თავს ერთ კონექტში ხარ და გიხარია ციცოცხლე. იმიტომ კი არა რომ უნდა, იმიტომ რომ გინდათ. ანუ იმიტომ კი არა რომ საჭიროა და უნდა გააკეთო, არამედ გინდათ, შიგნიდან მოდის, მართლა მოდის. ანუ კარგად, მხოლოდ მას მერე რაც პირისპირ დარჩები ტანჯვასთან მოდის შვება და ბედნიერების განცდა. და მე გაურბოდი ტანჯვას, იმიტომ რომ მინდოდა ბედნიერება და ვერ ვიღებდი ამ ბედნიერებას. შესაბამისად, ეხლა მე პირისპირ ვდგავარ, ჩემი ყველა აბსოლუტურად განცდის ემოციის ყველანაირი ტანჯვის ან სიხარულის ან სიამოვნების წინაშე და უბრალოდ განვიცდი მას. და მე ვაგრძელებ გზას. რატო ვარ ცუდად, რატო მაქვს დეპრესია? ეს ცალკე საკითხია. ანუ ამას კომპლექსურია, არის ძალიან ბევრ ამას დამოკიდებული და სიმონლოგიას გითხრათ, არ ვიცი, მინდა თუ არა საერთოდ ამ თემაზე რომ ვისაუბრო და თუ მეცოდინება რომ მინდა უცბად ვისაუბრო. უბრალოდ თავიდან მეც არ ვიცი ხოლმე და მე უკვე ცოტა ღრმად რო ვარ ხოლმე შესული, უკვე ვიცი ხოლმე მიზეზები. შესაბამისად ვიცი ხოლმე გზაც. და ეს ყველაფერი მე უკვე მიყვარს. და ეს მიღება ამ ყველაფრის არის ჩემი ბედნიერება. ჩემ გზაზე სიარულია და იმიტოა ჩემი ბედნიერება. ანუ სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია. საერთოდ სიცოცხლის აზრს ვერ ვხედავ, თუ მე ჩემ გზაზე არ მივდივარ. საერთოდ ვერ ვხედავ ვერანაირ აზრს ჩემთვის. ეს იყო ეს ვიდეო. ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა. მინდა ასევე გელაპარაკოთ ჩემი ADHD-ზე და ვინაიდან მე მაქვს ეს ADHD, ამიტომ ძალიან მიჭირს ხოლმე. ანუ ვისაც აქვს ADHD, მათ აქვს ანუ ძალიან დიდი სუპერფიქსაცია რაღაცა ერთზე. როცა ამას აკეთებენ, მით უმეტეს თუ ეს უყვართ. და როცა რაღაცა ყურადღებას გაფანტვინებს, ეს მოქმედებს ძალიან ცუდად. და ანუ ყოველთვის ძალიან ნერვებზე მირწყავს ხოლმე, როცა მინდა ხოლმე რომ ესეთი ღრმა და მნიშვნელოვანი რაღაცა ვისაუბრო, ასეთ ღრმა და მნიშვნელოვანი რამეზე ვისაუბრო, და ამ დროს ბავშვთა ძაღლი არ მაცდიან, ამ ძალიან მოქმედებს ხოლმე ჩემზე. მაგრამ დღეს ისე არ იმოქმედა, იმიტომ რომ ეს ვიცი, რატო მოქმედებს ეს ჩემზე. ცოტა ძალა. მიყვარხართ. გაკოცეთ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მომენატრეთ. და მქონდა პერიოდი ფაქტობრივად არ ვიყავი. იცოდეთ, რომ თქვენთვის ყველა ვიდეოს ასე ვაკეთებთ. მე ჩემი ძვირფასი მეგობარი.